ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გზავნილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა თბილისში. მმართველი გუნდი კალასის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს. კაია კალასმა კითხვაზე საპასუხოდ თუ როგორ ესახება ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა არ სურს და მისი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. კალასის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს, რადგან ამჟამად მთავრობასთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ დაუჭირონ მხარი ქართულ ხალხს ისე, რომ მათ ევროპული პერსპექტივის იმედი არ დაკარგონ. ვინც გვერდში უდგას ჩვენ სახელმწიფოს, მათ ესხმის თავს და ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი დაცულია, გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის არის ამ ქვეყნების დამსახურება, იმ ქვეყნების, რომელსაც მაგალითად კაია კალასი წარმოადგენს ევროკომისიაში და შესაბამისად მათზე თავდასხმა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარება ქვეყანაში. ალბათ მარტო რუსეთს გაუხარდება ის რაც ხდება საქართველოში. კაია კალასის განცხადება არ არის ახალი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა კობახიძის სახით ყველას გითხრა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩერდება, ეს იყო ის მომენტი, როდესაც სხვა გზა აღარ დაუტოვეს ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობებისა, რომ ეს შემოგვებრუნებინა ყველას ერთად, რომ დღევანდელი რეალობით ქართულ ოცნებას არ აქვს იმის რესურსი და არ აქვს იმისი სურვილი პირველ რიგში და პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. შესაბამისად, კაია კალასი ამბობს იმას, რაც არის ფაქტი. რევოლუციის მოხდენის ახალ გზებს ვეძებთ საქართველოს. ჯერ მოვიფიქრეთ კარგად, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს რაღაცნაირად ძალიან შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთ და ქართველი ხალხი, რომელიც ვერ ხვდება იმას, რომ რევოლუცია უნდა მოაწყოს, რამენაირად დაარწმუნონ ამ საკითხში. ეს ნიშნავს ამას, სხვა რამე ეს არ ნიშნავს. არავითარ პატივისცემას არ ნიშნავს. როგორ შეიძლება ახლა სერიოზულად ამტკიცო, რომ რომელიმე მათგანი, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, მათ მიიღეს იმდენი ხმა, რომ საქართველოს ხელისუფლების ფორმირება შეეძლოთ. ამას თვითონაც უკვე აღარ ამბობენ, იმდენად სამარცხვინოა და მთელი საქართველო მიცის, რომ მაგდენ ხმას ვერასდროს ვერ მიიღებს.